მარიკა შენთანაც და ვასიკა შენთანაც მექნება ესეთი კითხვა. ნიცა ახლა უკვე დიდი გოგოა შენი შვილი, მაგრამ როდესაც პატარა იყო, აი მაინტერესებს რამდენად ხშირად რეკავდი მაგალითად ბაღში. რა ჭამა, რა გააკეთა ან სახლში რომ აი დღეს სადილი რა გვაქვს ნიცასთვის, ჩემთვის კი არა ნიცასთვის. იცი რა მე გულწრფელად მიპასუხე ვასიკო გავარკვევ. ხშირად მე თვითონ ვაკეთებდი ასე რომ ამის პრობლემა არ ყოფილა. მე ვიცოდი რა ჭამდა, რა სვამდა, რითის უნთქავდა, კი ხშირად კი ძალიან. შემთხვევაში კიკის სალომეს და ნუცასთან მიმართებით, აი როგორ იყო უფრო მეტ ინტერესს შენი მეუღლე იჩენდა ბავშვების მამა თუ შენ? მე ამ წუთასაც ვრეკავდა, ამიტომ. იცი როგორ არის, ანუ ეს არის 24 საათიანი პროცესი. მე ვერ გეტყვი რომ ეს არის მარტო სულ ფიქრობ, ანუ ბავშვი რო იბადება იმ მომენტიდან ღამითაც ფიქრობ. ფიქრობ შენ? დედა. მეც ფიქრობდი გაგინდა მამაკაცებს ნუ ჩამოგწერთ კაცო. არა, მარიკას კითხე შენზე ლაპარაკ. პროცენტულად ვამბობ რა. შეიძლება. მე მგონია რომ ის კითხვები დღის განმავლობაში რაც დედებს გვიგროვდება შვილებთან მიმართებით. დავრეკოთ ბაღში, მოვიკითხოთ ვიდეო ჩავაგდ, არა ფოტო მინდა რომ ნამდვილად კარგად არის და ასე შემდეგ. მართლა გულწრფელად მგონია რომ მარტო დედებს აქვთ აი ამ დონეზე ეს ინსტინქტი რომ დეტალურად გამოიკითხოს ყველაფერი. ვერ ვიტყვი რომ ჩემი მეუღლე ცუდი მამაა ნამდვილად. კარგი ბიჭია, მაგრამ აი რაღაცა დეტალები არსებობს, შეიძლება არ მოიკითხო სახლში პური არის თუ არა, აი ეს ოჯახური საქმე, ეს რაღაცა პროდუქტების მომარაგება, ასე შემდეგ მეტნაკლებად მაინც რაღაცა ქალის ტვირთი მგონია. აი ნახე, თქვა დილით მოიწერა მესიჯი ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, ბავშვები მოიკითხა, არა, შვებით ხო კარგად ხარ. მიიღეს პასუხი რომ კარგად არიან ბავშვები და ეს კი ბატონო საქმეა. დამაკმაყოფილებელია. ხო, მაგრამ მე იქ ჩემგან მიდის რომ გასაღები ხო დაკეტე, კარი ხო გამოკეტე, გაზი ხო გადაკეტილია და ანუ იმ დეტალებში მე და ამ ყველაფერს თუ ემატება ის რომ პური რაღაცა საავტომობილი საჭმელი გასაკეთებელი ვასიკო თუ არ მყავს სახლში და საჭმელსაც ჩვენ ვაკეთებთ ასე შემდეგ მოკლედ ქალის საქმე ნამდვილად არის შეუფასებელი 24 საათი კვირაში და დაუფასებელი შრომა და სტატისტიკაშიც ვერასდროს ვერ ხვდება ეს საქმე და მოკლედ ზოგჯერ ქალბატონებს გული გვწყვდება ხოლმე ამ ყველაფერზე რომ არ ჩანს ეს ასეც არ არის გაფასებ თავისი დღევანდელი მიმოხილვა ამ თემას სწორედ და თამთა გისმენ უფრო მეტ ზუსტად ვიცი რომ შევკვეთყვი და უფრო გასაკეთებთ. დღემშვიდობისა, დღეს გვინდა ვისაუბროთ სწორედ იმ უხილავ ადამიანებზე, რომელთა შრომასაც იშვიათად ექცევა ყურადღება როგორც საზოგადოებაში, ისე მედიაში. ჟურნალისტებიც ყოველდღიურად ვამზადებთ სიუჟეტებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელ განსაკუთრებულ ადამიანებზე, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ იშვიათად გვხდება რეპორტაჟები იმ უხილავ გმირებზე, რომელთა შრომის გარეშეც ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელი იქნებოდა. ასეთი ხშირად შეუმჩნეველი ფიგურაა დია სახლისი, რომლის საქმიანობაც ერთი შეხედვით მარტივი და რუტინულია, თუმცა სინამდვილეში ძალიან დიდ ეკონომიკურ, სოციალურ და ემოციურ ღირებულებას ქმნის. ეს არის შრომა, რომელიც არც დასაქმებულთა სტატისტიკაში ხვდება, არც ხელფასი აქვს და არც დასვენების დღეები. საოჯახო შრომა გულისხმობს ყველა იმ სამუშაოს, რომელიც საჭიროა ყველა ოჯახში დაწყებული სასურსათო პროდუქტების შეძენით, საჭმლის მზადებით თუ სახლის დალაგებით, დამთავრებული ზრუნვითი შრომით, ანუ ბავშვებისა თუ ავადმყოფი ოჯახის წევრების მოვლით. სწორედ ამ ფუნქციებს ითავსებს მულტიფუნქციური დია სახლისი, თან ისე რომ მისი სამუშაო საათები არასდროს შემოიფარგლება დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ეს არის უწყვეტი 24/7-ზე რეჟიმში არსებული პროცესი, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას და მზაობას ნებისმიერ დროს და ეს მაშინაც თუ ქალი ოფიციალურად დასაქმებულია. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოს აუნაზღაურებელი შრომის 75% სწორედ ქალები გასწევენ. ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუნაზღაურებელი შრომა არის გენდერული ნიშნით განსაზღვრული და ის აქვს ქალებს მიკუთვნებული. რაც შეეხება საქართველოს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში საოჯახო საქმეებსა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ახლა მინდა გაჩვენოთ ერთი სახალისო ვიდეო იმის შესახებ, თუ რაზე ფიქრობენ დედები და მამები სახლიდან გასვლის წინ. აქ მამაკაცი ეკითხება ქალს, მზად არის თუ არა სახლიდან გასასვლელად, ქალი იწყებს გადამოწმებას, ხომ მიაქვს ყველა საჭირო ნივთი შვილისთვის, მაგალითად თერმოჩანთა, რომელშიც შეინახავს შვილის საჭმელს, ბავშვის საყვარელი სათამაშო პამპერსი, გამოსასვლელი ტანსაცმელი თუ საწვიმარი, იმ შემთხვევისთვის რომ გაწვიმდეს და კიდევ 1000 ფიქრი ტრიალებს ქალის თავში. მამაკაცი კი ამ დროს ეკითხება, ჩემი გასაღები ხომ არ დაგინახავსო და ცოლი პასუხობს, რომ მარცხენა ჯიბეში უდევს. ანუ გასაღებზე ფიქრით მთავრდება მამაკაცის სახლიდან გასვლის პროცესი. ალბათ ყველას გქონია ოჯახში რაღაც მსგავსი სიტუაცია, როცა ქალი სახლიდან გასვლას აგვიანებს და მამაკაცი შეწუხებული ელოდება. ამ ვიდეოში კი კარგად არის ასახული ის თუ რატომ აგვიანებენ ქალები და განსაკუთრებით ის ქალები, რომელთაც პატარა შვილები ჰყავთ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქოს ცნობიერება გაიზარდა და ახალი თაობა როგორც წესი საოჯახო საქმეებს აღარ ყოფს ქალის საქმეთ და კაცის საქმეთ, სტატისტიკურად როგორც აღვნიშნეთ, მტკიცდება, რომ მაინც ყოველდღიური სახლის რუტინული პროცესების მოგვარება უმეტესწილად არის ქალის პასუხისმგებლობა. ჩვენი კოლეგა იმედის დილის წამყვანი გოდერძი შარაშია ჩავწერეთ, რომელიც ცნობილია თავისი მეოჯახეობით, მას პატარა ტესტიც ჩაუტარეთ იმის დასადგენად, თუ როგორ ინაწილებს მეუღლესთან ერთად საოჯახო საქმეებს. ვნახოთ გოდერძის შედეგები და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. მე ვფიქრობ, რომ სახლში ძალიან გამოკვეთილად არ არის კაცის საქმეა ეს და ქალის საქმეა ის. მაგალითად, ისე კარგად შემიძლია გავრეცხო ჭურჭელი, მაგრამ მეუღლე მუთო გააკეთოს, შეარემონტოს, რომ რა ვიცი, რა გითხრათ. ჩემი შვილი ანდრია არის 22 წლის და თავიდანვე გავზარდეთ ისე, რომ ძალიან ისე რადიკალურად არ გავუმიჯნეთ, ეს ქალის საქმეა, ეს კაცის საქმეა. რაც გეხერხება და რაც გამოგდის, უნდა აკეთო ყველაფერი და არ დაახარისხოს, არ დაელოდოს ცოლს, არ დაელოდოს შეყვარებულს, მაგრამ რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც მე არ ვიცი როგორ ხდება, ორჯერ მეც აკეთებს ქალი. ჩემ სახლში ყველაფერი არის ჩემი საქმე. სარეცხვის გარეცხვა. შემიძლია კვირაში რამდენჯერმე შემიძლია გავრეცხო. ყოველ შემთხვევაში გავრეცხო რა ავიღე ტანსაცმელი და შევყარე გასარეს მანქანაში. სარეცხვის გაფენა. შემიძლია გაფენაც. ოღონდ გაფენაც არის და გაფენაც ლამაზად გაფენა მასწავლა ცოლმა და ასე ლამაზად ფენ. გაუთოვება. გაუთოვება არ ვიცი. ჭურჭლის გარეცხვა. ჭურჭლის გარეცხვა შემიძლია. ტვრის გადაწმენდა. ტვრის გადაწმენდაც შემიძლია. იატაკის მოწმენდა. იატაკის მოწმენდაც შემიძლია კი. გვაქვს სპეციალური საშუალებები, რომლითაც ესე გვიდევს მეუღლეს უდევს, ანუ თვითონ ყიდულობს და ამიხსნის ეს ამისთვის არის და ის იმისთვის არის, თუდად რო გავხდე, იცოდე ამითი უნდა მოაწესრიგო სანამ სასწრაფო მოვა. ხანჯრების გაწმენდა. შემიძლია განსაკუთრებით გარეთ ამ მხრიდან. კიბე ვიყიდე სპეციალურად მაგისთვის, სიმაღლეზე რომ ავიდეთ. თეთრეულის გამოცვლა. ახლა ანგელოზობასაც ნუ მომთხოვთ ნამეტანს, ახლა თეთრეულის გამოცვლა არ ვიცი. სუფრის გაშლა. სუფრის გაშლა, ოღონდ თავისი სერვირებით და გაფორმებით და მთელი ამბით. სუფრის ალაგება. ალაგებაც, მაგალითად მაგალითს გეტყვი, როდესაც აი მაგალითად მეუღლე დაიღლება, აი მეგობრები მოვლენ, ან ჩემი მეგობრები რაღაცა, რამე ხშირად ყოფილა, მოდი შენ წაუძინე ცოტა ხანი დაისვენე და რო გავუღვიძია, ყველაფერი გაპრიალებულია. კარადების დალაგება. კი, შემიძლია და ვაკეთებ. საეთეროთ აი ის რასაც ვიმზადებ, ისა რა ქვია, ავიღებ, დავალაგებ, ჩამოვკიდებ, ლამაზად გოხდათ. მე ბაღე ვარ ჩვეულებრივი. კარტოფილი მოვიყვანე, პამიდორი მოვიყვანე, კიტრი მოვიყვანე, წიწაკა მოვიყვანე, გოგრას ველოდები, ახლა 2 წელი როგორი გამოვა ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში, ესე მithres. ფოთლები რო შეახმება, მერეა კარგიო და ველოდები. შინაური ცხოველების მოვლა ვისպես. ორივესი. ერთი ძაღლი მყავს და ერთი მიკედლებული კატა მყავს, რომელმაც გააჩინა და დავიტოვე კნუტებით. გადასახადების გადახდა. მეუღლე. ერთადერთი მიდი მრისხოს ფოტო გადაუღე, მე ვაშება მარტო. ნაგვის გატანა. ღმერთი ვარ. პროდუქტების შეძენა და მოტანა. კი ბატონო. დღეში ორჯერაც. საჭმლის მომზადება. უფ. აი მან ვარ, რა ვიცი, ანგელოზი. დილას აღამოს შუადღე. თუ არა და ზუსტად ვიცი, მეუღლე ამაზე კომენტარს დაწერს, თუ სადმე მოვიტყუები. ველოდებით კომენტარი. კი, აგენახავ. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს ქვეშ, რომელიც იმედის დღეს Facebook გვერდზე დაიდება, ველოდებით გოდერძის მეუღლის კომენტარს იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ის, რაც გოდერძიმ გითხრა. თანაც გოდერძის სადილს ველოდები, ვიდრე წინას კომენტარს, იმიტომ რომ მართლა მაგარია კულინარიაში. მე ის გამიკვირდა, რომ თანაც აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს, ამ საქმეებს ყოველკვირეულად ასრულებს, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ გოდერძი შარაშია რესპონდენტად იმის საჩვენებლად, რომ საოჯახო საქმეებში აქტიურად ჩართული მამაკაციც ვერ ასრულებს იმდენ საოჯახო საქმეს, რამდენიც ქალს უწევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიჭშვილებს თავიდანვე ვასწავლოთ საოჯახო საქმეები და ჩვენ დაუნებურად არ დავასწავლოთ ის სტერეოტიპული ქცევები, რითაც იზრდებოდა არაერთი თაობა, რომ თითქოს საოჯახო საქმეები მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობაა. სინამდვილეში მამაკაცმაც თანაბრად უნდა შეასრულოს ეს საქმეები, არა ისე, რომ ის თითქოს ქალს ეხმარება, არამედ ისე, როგორც მისი ვალდებულება. მე დასაწყისში ვთქვი, რომ იშვიათად გვხვდება მედიაში სიუჟეტები უხილავ გმირებზე, დიასახლისებზე, ამიტომ ახლა გავიცნოთ სამი შვილის დედა, მოცეკვავე და პედაგოგი თინათინ ტყეშელაშვილი, რომლის საუბარშიც ალბათ ბევრი ქალი ამოიცნობს საკუთარ თავს, მე კი დაგემშვიდობებით და მიუხედავად გენდერისა, ქალებსაც და მამაკაცებსაც გისურვებთ, რომ თქვენი ყველა სახის შრომა იყოს სათანადოდ შეფასებულიც და დაფასებულიც.
ვარ თინათინ ტყეშელაშვილი, 37 წლის, 3 შვილის დედა, პროფესიით მოცეკვავე ბალერინა და რა თქმა უნდა ყველანაირი შრომა ძალიან დატვირთული დღის გრაფიკი და რეჟიმი ჩემთვის ნაცნობი, გამოვლილი წარსულში. გარდა ამისა ვარ პედაგოგი, ან მოვარჯიშეებს ვასწავლი ქორეოგრაფიას, ესეც რა თქმა უნდა ძალიან შრომატევადია, მაგრამ სამი შვილის დედობას და ოჯახის დიასახლისობას, აი ამ შრომას, ამ ყოველდღიურობას, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გადაწონის. ეხლა ვარ დეკრეტულ შვებულებაში, რადგანაც 5 თვის წინ შემეძინა პატარა. 5 თვეა უკვე ყოველდღიურ რეჟიმში სახლში ვარ. მხოლოდ აი ამ სახლის საქმეების გაკეთება მიწევს. ეს დაალაგება, საჭმლის მომზადება, გარეცხვა და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი. 3 შვილის მოვლაც, მით უმეტეს, როდესაც ჩვილი ყავს, წარმოუდგენელია, რომ რაღაცის დრო დაგჩეს წესიერად და ალბათ ამიტომ არის ქალის შრომა ესეთი, შეიძლება ითქვას, უხილავი. და რაღაც მომენტში ალბათ შეუფასებელის და დაუფასებელის, იმიტომ რომ ერთგვარად ალბათ ყველა ფიქრობს, რომ ეს ესეც უნდა იყოს. ანა, სათხარ დედი? ხო გახსოვს, ინგლისური გაგოთხ საათზე და მე ცურვაზე უნდა წავიდეთ და არ დააგვიანო რა. ჩემი უფროსი შვილი არის 12 წლის, შუათანა არის 5 წლის, ნუ პატარა მოგეხსენებათ უკვე ვთქვი რომ 5 თვის არის. უფროს თავისებური მიდგომა სჭირდება, შუათანას თავისებური, ყველას თავის ენაზე უნდა ელაპარაკო. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან დიდ დროს მოითხოვს და გარდა ამისა შენ ოჯახის დიასახლის გიწევს ძალიან ბევრი პროფესიის შეთავსება. ფსიქოლოგიც ხარ, ექიმიც ხარ, მასწავლებელიც ხარ. ნუ აი გონია რომ ქალი როდესაც ხდება დედა, დედობასთან ერთად კიდევ ასე ვთქვათ ხდება უდიპლომოდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე ძალიან დატვირთულია, თითქმის სულ გასულია, საზღვარგარეთაც უწევს მოგზაურობა, სახელმწიფო ბასიანში მღერის, ნუ როდესაც სახლშია, ცდილობს, რომ ყველანაირად ხელი შემიწყოს და დამეხმაროს. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა არის ისეთი საქმეები, რასაც უბრალოდ ფიზიკურად მამაკაცი ნუ ვერ შეწუდება ალბათ, ვერ გააკეთებს და ეთყობა ღმერთი ქალებს რაღაცა, აი უხილავ ისეთ ძალას გვაძლევს, რომ გონია, რომ ყოველთვის ყველაფერი შემიძლია. მაგრამ მიუხედავად აი ამ ყველაფრისა და აი ამ ყოველდღიური რუტინის, აი ამ ძალის და ყოვლის შემძლეობის უკან იმალება ემოციურად, ფიზიკურად, მენტალურად, სულიერად გადაღლილი ქალი, რომელსაც დღის ბოლოს, აი რომ დავჯდები, მე მაგალითად პირადად, აი არაფრის თავი აღარ მაქვს, რეალურად ამას ძალიან ბევრჯერ მივუყვანი ვარ გადაწვამდე. ძალიან რთულია და ზოგჯერ მგონია, რომ აი ეხლა გაწყდება ყველანაირი შეძლების ძაფი და აი ვერაფერს ვეღარ შევძლებ. ხვალ ალბათ შეიძლება საწოლიდან ვეღარ წამოვდგე, ან უბრალოდ აღარ მინდა რომ წამოვდგე, მაგრამ ნუ გათენდება ახალი დღე და ისევ მაინც როგორ თქვა, შეიძლება შენ თავსაც აძალებ. იმიტომ რომ ნუ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. ზოგჯერ შეიძლება ძალიან ატირდა. რო ვაჭამოუცებ და მოიწადე მიკროფონი და ვასწარი. როგორც წესი ვერ ვასწრებ. შენთვის დაგვითმია ვასიკო. არაფერი, მე არქიტექტურის ჭრილში შევხედოთ. არქიტექტურა ჩვენი, ერგონომიკა თქვენი. რეკლამის დრო ბევრია კიდე.